შემოგვერთა დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უბატაშვილი. დილომშვიდობისა მადლობისად. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა ჩვენს. დაიწყო დიდი მარხვა, პირველ რიგში გილოცავთ მარხვის დაწყებას და ბუნებრივია ჩვენც დიდი მარხვის დაწყებასთან ერთად ვსაუბრობთ მარხვის შესახებ, ზოგადად მის სულიერი მხარის შესახებ და კონკრეტულად, კიდევ უფრო კონკრეტულად, ვინაიდან კრიტელის სინანულის დიდი კანონი იკითხება ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ჩვენც განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე სინანულის შესახებ საუბარზე. პირველ რიგში რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რა არის სინანული და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, რომ გაგვაჩნდეს ეს გრძნობა. ეს თავარი საკითხია ზოგადად. ზოგადად თავარი საკითხია სულიერებაში და შესაბამისად ცხოვრებაში. თუ სინანული არ აქვს ადამიანს, მას არ ექნება სულიერი ცხოვრება. თვითონ სინანული, თვითონ ბერძნული სიტყვიდან ბერძნულად მეტანია არის ეს სიტყვა და ჩვენ ვიცით მეტანიებს რო ვაკეთებთ და ესე იგი რაღაცა სხვანაირად გვაქვს თითქოს ეს სიტყვა მიღებული. მეტანია დაჩოქებას გულისხმობს თითქოს. არა და მეტანია ძალიან ღრმა სიტყვაა და ნიშნავს შინაგან შეცვლას ადამიანისას, როდესაც ადამიანი ცვლის თავის შეხედულებებს, თავის ღირებულებებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს, შინაგანად, მოკლედ შინაგანად რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება მის ცხოვრებაში და ეს არის სწორედ სინანული. და მთავარი სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრებაში, რომ სინანული ჰქონდეს მას, ანუ შინაგანად მას რო ცვლიდეს ის თავის თავს ყოველთვის. ესე იგი შინაგანად ღებულობდეს გადაწყვეტილებას, რომ შეცვალოს თავისი თავი. ამის პარალელურად არის კიდე, თქვათ, სინანულის პარალელურად, აი მაგალითად იუდამ შეინანა თავისი ქცევა და მივიდა და მღვდელმთავრებს მიუყარა 30 ვერცხლი. ესე იგი ერთია რომ შეინანო და მეორეა რომ მოინანიო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ხშირად ხდება რომ ადამიანი შეინანებს, მაგრამ არ მოინანიებს და აი ეს ზღვარი აუცილებლად უნდა იყოს დარეგულირებული ადამიანში, იმიტომ რომ ესე იგი შეინანა არის რომ აი ვინანე რამ გამაკეთებია ახლა ეს მე. მაგრამ მონანიება ეს არის რომ რა გავაკეთო მომავალში რომ სხვა დროს აღარ გავაკეთო ეს რა მოვიშორო რა თვისება მოვიშორო ჩემში რომ სხვა დროს ეს აღარ გავაკეთო აი სწორედ ეს არის სინანული და ეს უნდა შეძლოს ადამიანმა რომ შინაგანად იმსჯელოს და რაღაცა მოიშოროს რაღაცა ცუდი თვისება რომელმაც ის ესე იგი კი არ უნდოდა რაღაცა შეიძლება ცუდის გაკეთება მაგრამ გამოუვიდა ცუდი და ამას ზოგადად იწვევს ფარული ჩვენში არსებული რაღაცა ცუდი თვისება, რომელიც უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა და სინანულის საშუალებით მოსპოს და მოიშოროს ის. რა არის ეს დამხმარე საშუალებები, ასე უხეშად ვთქვათ, მამამუკა, რაც გვეხმარება იმაში, რომ ადამიანს აღეძრა ეს სინანულის განცდა? ადამიანმა უნდა შეიყვაროს სიკეთე და მოიძულოს უსჯულოება. შეიყვაროს ღმერთი და მოიძულოს დემონური ძალები. ესე იგი, სხვაობა უნდა ნახოს ადამიანმა სიკეთესა და ბოროტებას შორის და მერე ადგილი უნდა დაიჭიროს, რომელ ადგილს იჭერს. უფალი ამბობს, ან ცივი იყავითო, ან თბილიო, ნელთბილი ნუ იქნებითო. ესე იგი, ხან სიკეთის მოყვარე და ხან ბოროტის მოყვარე არ უნდა იყოთო. უნდა დადგეს სიკეთის მხარეს. აი გალაქტიონი რომ ამბობს, დაუდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. ეს რევოლუციას არ ეხებოდა ეს ფრაზა, თუმცა როდესაც თქვა ის რევოლუციურ მოწოდებას მიაწერეს, მაგრამ სულ სხვა რაღაცაა, როდესაც შენ ებრძვის საკუთარ ცუდ თვისებებს, ძალიან დიდი ქარიშხალი ატყდება შენში. ამას ატეხავს შენი ცუდი თვისებებიც, მაგრამ დემონური ძალებიც და ეს ქარიშხალი უნდა დაძლიო და რო დადგები სიკეთის მხარეს, აი ეს არის, ესე იგი ერთი წმინდანი ამბობს, რომ სინანული ეს არის ბრძოლა ბოროტებასთან, საკუთარ თავში არსებულ ბოროტებასთან, საკუთარ თავში არსებულ ცოდვასთან. და შენ თუ გაქვს შინაგანი პოზიცია, რომ ღმერთის მხარეს იჭერ, ეს ნიშნავს, რომ უკვე იწყებ ბრძოლას. უკვე იწყებ ქართველულად რო ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღებას. გადაწყვეტილებას სიტყვის ფუძე არის წყვეტა და რაღაცები უნდა გაწყვიტო, დაწყვიტო
დაგლიჯო და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და უძლიერესი პროცესია, რომელიც რომელსაც მხოლოდ მაშინ იწყებს ადამიანი, თუ მას უყვარს ღმერთი, თუ ის შეგნებულად დგება სიკეთის მხარეს. მაგრამ თუ ღმერთის მხარეს არ დადგება და სიკეთეს არ შეიყვარებს უკომპრომისოდ, მაშინ ქართველებს გვაქვს ეს ზმნა ვეცდები, ანუ მე კი ვეცდები, მაგრამ შეიძლება არ გამომივიდეს და უკან დასახევ გზებს რო იტოვებს ადამიანი და აი უკან დასახევი გზა არ უნდა დაიტოვოს ადამიანმა თუ ღმერთის მხარეს იჭერს. იმიტომ რომ დიდი სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის არაფერი საერთო არ არის. ჩვენ მოვძებნით ამ საერთოს ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ძალიან რთულია ადამიანი მივიდეს ამ მდგომარეობამდე და სათნოებამდე, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, მამა ლუკა. ბუნებრივია დამხმარე, მთავარი დამხმარე არის ეკლესია, მოძღვარი და მარხვა ზოგადად. აი რაში გვეხმარება მარხვა მის სულიერ მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ და დავამახვილოთ ყურადღება. მთავარი დამხმარე არის სინდისი. სინდისი, რომელიც ღმერთმა ჩადოს ჩვენში. უსინდისოდ თუ ცხოვრობს ადამიანი, უსინდისოდ მაშინ მას ვერც მოძღვარი უშველის, ვერც ეკლესია უშველის და წარმოვიდგინოთ ვერც ღმერთი ვერ უშველის. იმიტომ რომ უსინდისობა ნიშნავს ღმერთის უარყოფას საძირკველშივე, საფუძველშივე უარყოფს ღმერთს და ცხოვრობს უსინდისოდ და მე რაღაცა თავს იტყუებს. მე ადამიანი უკვე თავს იტყუებს, თუ მოძღვარი ეყოლება, აი ესეთი საუკეთესო მოძღვარი მსგავსი ანტონ დიდისა, პეტრე მოციქულისა, გრიგოლ ხანძთელისა და ეძებენ მე განსაკუთრებულ მოძღვრებს, რომ იმათმა განკურნოს ესენი და ვერავინ ვერ განკურნავს და არ უნდა მოიტყუო შენი თავი. თუ სინდისით ცხოვრობ, მარიამ ეგვიპტელივით უდაბნოშიც რო იცხოვრო და კაციშვილი ვერ ნახო, ლოცვის წიგნიც არ გქონდეს და ნაზიარებიც არ იყო, ცხონდები. იმიტომ რომ სული წმინდა ადამიანს ხელმძღვანელობს სინდისის საშუალებით. ეს არის მთავარი. და ამასაც როგორც ხედავთ, ეს შინაგანი გადაწყვეტილება ადამიანისა. აი შინაგანად რო გადაწყვეტს ადამიანი, რომ თავისი სინდისით იხელმძღვანელოს ცხოვრებაში და გადაწყვიტავს, რომ პატიოსანი იყოს, მერე მას რა თქმა უნდა ყველანაირი საშუალება აქვს, რომ ცხონდეს. თუ რამე არ იცის, შეიძლება მოძღვარს კითხოს, თუ რამე არ იცის, შეიძლება წაიკითხოს, პავლე მოციქული რო ამბობს, თუ გაკლიათო სიბრძნეო, თხოვეთო ღმერთსო, რომელიც მოგცემცო მაცო. და ანუ მერე ყველაფერი ლაგდება, მერე ყველაფერი ადვილია. თუ გადაწყვეტილებებს მიიღებს ადამიანი, მერე ყველაფერი ადგილია და თუ სინდისის მხარეს დაიჭერს, სიწმინდის მხარეს დაიჭერს, მერე რაც არ უნდა დიდი ცოდვები იყოს, ყველაფერს ღმერთი გააქარვებს, აი ყველაფერს ღმერთი გააქარვებს. თუ ადამიანი რა თქმა უნდა ეცდება არა, თუ ადამიანი დაიჭერს ღმერთის მხარეს. აი როგორც ექიმს, გამოცდილ ექიმს რო დაუჯერებ, შენ რომც არ გესმოდეს რაღაცა საკითხი, თუ მიენდობი მას, ის გაგიყვანს სამშვიდობოზე, ასე ვთქვათ. პირველი ნაბიჯი ალბათ რაც არის ის რომ აღიაროს ადამიანმა, შემდგომ უკვე რომ სინანული ეწვიოს იმის რომ თუ რა ჩაიდინა და შემდგომ ეს სინანული განამტკიცოს იმით რომ გახდეს უკეთესი ვიდრე არის დღეს, გახდეს უკეთესი ხვალ და შეებრძოლოს ამ თავის ცოდვებს და რეალურად გამოიმუშაოს და მოიმუშაკოს ის სინანული, რასაც ქვია, რაშიც რა თქმა უნდა დაგვეხმარება აუცილებლად წმინდანთა ცხოვრება, იმიტომ რომ მათი ცხოვრება საკმაოდ დიდი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სინანული ნამდვილად და როგორ ხდება განწმენდა ადამიანის, ხომ? და ყველას უნდა ახსოვდეს ალბათ ისიც მამა ლუკა, რომ ისინი ვინც კი წმინდანებად არიან, შერაცხული, ყველანი ჩვეულებრივ ადამიანებად არიან დაბადებულები და შესაბამისად თავისი სწორი ცხოვრებით, თავისი ღვაწლით მიაღწიეს ამ საფეხურს და ყველას შეუძლია რომ თავის თავში იპოვნოს ეს ძალა და აქვე მიწაზე სანამ გარდაუცვლებით მანამდე შევიქმნათ თქვათ ის სამოთხე რომელიც გქონია რომ მაინც და მაინც გარდაცვალების დროს უნდა მოვიპოვოთ ან ჯოჯოხეთი ადამიანს აქვე შეუძლია განსაზღვროს თუ თავდაპირველად რომელ მათგანში პოვებს იგი საბოლოო ადგილს და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა დაგვეხმარება სინანული და საინტერესო არის თქვენგან მოусმინოთ წმინდა მამათა დარიგებანი და მათი ცხოვრებიდან მაგალითები. როგორი არის სინანულის განცდა მათი.
აი ახლა ანდრია კრიტელის კანონები იკითხება მარხვის პირველი კვირაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად წმინდა ანდრია კრიტელი არის დიდებული მოძღვარი, ისე როგორც ყველა წმინდანი არის დიდებული, იმიტომ რომ ისინი თავიანთ აზრს გამოთქვამენ ღვთის მადლით და მათი სიტყვა ნიშნავს ღმერთის სიტყვას და ზოგადად ადამიანი უნდა ნიშნავდეს ღმერთს. არა მარტო წმინდა მამები, აი ჩვენც თითოეული ჩვენთაგან და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ეს და როგორც ვთქვით, ესე იგი მარადიული ცხოვრება აქვე უნდა დავიწყოთ. ღმერთი მარადიულია და შენც რომ ესე იგი ამ დროებით ქვეყანას დააღწევ თავს და ბოროტებებს დააღწევ თავს, შენ თვითონაც მარადიული ღირებულება ხდები. შენ თვითონ კი არა, ღვთის მადლით ხდები ესეთი. და აი ანდრია პირველწოდებულს ესე იგი სინანულის კანონი აი უნდა ეცადოს ყველა ქრისტიანმა რომ მოისმინოს. თუ არ აქვს საშუალება და ზოგი ძალიან დაკავებული ვართ აი სახში რო წაიკითხოს, იმიტომ რომ იქ მთელი ბიბლიური ისტორიებია გადმოცემული ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებებისა. შეიძლება ესენი დადებითი ადამიანები იყვნენ, შეიძლება უკეთური ადამიანები იყვნენ. აი მაგალითად ერთი მახსენდება ესეთი ანდრია კრიტელის აი ესეთი ტროპარი საკითხავი. ესე იგი სულო შენო ემსგავსეო კაენსო რომელმაცო მოკლაო და მე ველოდი რომ მოკლა თავისი ძმა, რა თქმა უნდა მოკლა თავი, მაგრამ სხვა რაღაცას ამბობს ანდრია კრიტელი, შენო სულო ნუ ემსგავსებიო, შენ სულო მიემსგავსეო კაენსო, რომელმაცო მოკლა თავისი სინდისიო. და წარმოიდგინეთ როგორი ხედვა არა იმ ადამიანმა კაენმა ჯერ მოკლა სინდისი მოკლა ღმერთი, როგორც ნიცშე ამბობს, ადამიანმა მოკლა ღმერთიო და ადამიანს აქვს სურვილი რომ მოკლას ღმერთი, იმიტომ რომ მე თავის ნებაზე იცხოვროს და მორალური საზღვრები არ ქონდეს. და აი ადამიანმა კაენმა მოკლა სინდისი და მე ჩაიდინა ცოდვა. ესე იგი კაენი უსინდისო იყო მანამდეც, უსინდისო იყო, თუმცა ის გარეგნულად ცდილობდა რომ თავისი ცხოვრების წესი დაეცვა. მორალური ცხოვრების წესი დაეცვა. მსხვერპლსაც წირავდა ღმერთს და მან ღმერთს შესწირა მსხვერპლი, თუმცა ღმერთმა არ მოხედა მას მის მსხვერპლს და აბელის მსხვერპლი შეიწირა და აი ამან გააღიზიანა კაენი, რომ ესე იგი თავისი ძმისას ისმენდა ღმერთი და მისას არ ისმენდა. ესე იგი უსინდისო კაცი შეიძლება გააღიზიანოს სინდის პატიოსანი კაცის ცხოვრების წესებმა. და მასზე არსებულმა მადლმა და წარმოიდგინეთ ამან ჩაადენინა ეს მძიმე ცოდვა და ამ ცოდვას ჩვენ უნდა ვერიდოთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ცოდვებისგან შორს არა ვართ და თუ ჩვენ სინდის შინაგანად დავალაგებთ ჩვენს თავს და სინდისიერი ვიქნებით, აი სწორედ მაშინ გავექცევით კაენის ცოდვას, თორე შეიძლება ეკლესიაში ვიაროთ, ვეზიაროთ კიდეც, მაგრამ კაენის ცოდვას ვერ გავექცეთ. აი მე მახსოვს ჯანსუღ ჩარკვიანის ესე იგი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ნუ ერთგან ერთ სუფრაზე ვიყავი და მან იხმარა ასეთი ტერმინი კაენის მოდგმა. გარკვეული ადამიანების მე კაენის მოდგმა. და ეს ძალიან გამიკვირდა და მართლაც ეს ბიბლიური აზროვნებაა. შეიძლება უსინდისო ადამიანს, ყველაფრის მკადრებელ ადამიანს უწოდო კაენის მოდგმა, კაენის ნაირი ადამიანი. მართალ ადამიანს შეიძლება კი აბელის მოდგმა უწოდო. ნუ აი ასეთნაირად შეიძლება დაყო, მაგრამ ბიბლიაში აი ყველაფერი არის მოცემული, რომელსაც მაგალითად წმინდა მამა ანდრია კრიტელი აი ესე ამ რამდენიმე ესე იგი რამდენიმე ლოცვით თლიანად გვახსენებს, ასე ვთქვათ, ძირითად მომენტებს. თუ აბრაამმა რა გააკეთა, კაენმა რა გააკეთა, რითი ცხონდა ადამიანი, რითი წარწყმდა ადამიანი და ის რომ და გვახსენებს, რომ ეს ჩვენშიც მოქმედებს ყველასში. ჩვენშიც შეიძლება რომ კაენი გაცოცხლდეს, ჩვენშიც შეიძლება აბელი გაცოცხლდეს, ასე ვთქვათ, ვიყოთ მართალი, ან ვიყოთ უსინდისო და აი წმინდა მამების ყველანაირ აზრს შეძლების და გვარად მაქსიმალურად ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ ჩვენთვის, არა ჩემი ტვინისთვის, არამედ ჩემი გულისთვის. ქართველების აზროვნებაა ეს, რომ მაგალითად ქრისტე, ასე ვამბობთ, ქრისტე ჩემი გულისათვის ეცვა ჯვარს. ჩემი გულისათვის, არა ჩემი პიროვნებისთვის, არა ჩემი აზროვნებისთვის, არამედ ჩემი გულისთვის.
და ეს გული მთავარია. და აი ამ გულს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყურადღება, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ სადაც არისო შენი საუნჯეო, რასაც აგროვებ მთელი ცხოვრება, იქ იქნება შენი გულიო. თუ სიკეთეს აგროვებ, იქ არის შენი გული. თუ ფულს აგროვებ, იქ არის გული. თუ რაღაცას, ასე შემდგომ. შეიძლება ქმედებაში არ მოიყვანო ის ყველაფერი, ვთქვათ, რაც შენს აზროვნებაში გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც უკვე გაიაზრე და გულში გაატარე, შესაბამისად ეს უფლისათვის დაფარული ნამდვილად არ არის და რაც ხდება გულში, ის ხდება მერე ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. ამიტომ თუ რამის გასწორება გვინდა, ჯერ ჩვენ გულში უნდა შევასწოროთ. აი ქართველებს ჰქონდა ძველად ეს გამოთქმა, ეხლა აღარა გვაქვს. ჩაიხედე შენს გულში, ჩაიხედე შენს გულში და ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში და იქ უნდა დავალაგოთ ისე, როგორც მაგალითად სახლი გვაქვს დალაგებული, ნაგავი გადაყრილი, ყველა საჭირო ნივთი კი თავის ადგილას არის. მამალურად, როგორ შეიძლება დაძლიოს და ზოგადად შეუძლია თუ არა ადამიანს დაძლიოს ის უკეთურება, რომ აი ძალიან მარტივად ხედავთ და ვამჩნევთ სხვის ცოდვას ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში და საკუთარი ძალიან გვერდთულება რომ დავინახოთ. შეუძლია თუ არა რომ დაძლიოს ზოგადად ეს ადამიანი. არადა ვითხოვთ ხო მამალუკა რომ მოგვანჯოს უფალმა განცდა საკუთარი ცოდვების, მაგრამ რეალურად ალბათ რთული არის ადამიანისთვის რომ პირისპირ აღმოჩნდეს საკუთარ ცოდვებთან. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდი სიკეთე რაც აქვს ადამიანს, ეს არის ენერგია. დიახ. ღვთისგან მოწვდილი, ჩვენ ღმერთისგან ვიკვებებით. თუ მცენარე მიწიდან და წყლიდან იკვებება, ჩვენ ღმერთისგან ვიკვებებით და ეს ღმერთისგან რო ვიკვებებით და ღმერთი რო ჩვენშია, იქედანაც ჩანს რომ ჩვენ ენერგია გვაქვს. რომელსაც შეიძლება სხვადასხვა დავარქვათ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ასე შემდგომ. და ახლა აი ამ ენერგიას რაში დახარჯავ, ეს არის შენი საკითხი. ვიღაცა სიკეთეში ხარჯავს, ვიღაცა ბოროტებაში ხარჯავს თავის ენერგიას, მაგრამ საერთოდ შენი ყურადღება არის მიქცეული, იქეთ მიდის შენი დიდი ენერგია. თუ შენ ყურადღება მიაქციე რაღაცა ნეგატიურს, მთელი შენი ენერგია წავა, წყალში გადაიყრება, თქვათ, აიღე რაღაცა ხელფასი და ჩავთვალოთ, რომ თქვათ, აიღე ხელფასი მთელი შენი თვის ნაშრომი და წადი და გადაყარე წყალში. აი, ამას ემსგავსება. ადამიანი უფრო გონივრულად უნდა მოიქცეს. ყურადღება თავისი ენერგია უნდა დაიცვას. თავისი ყურადღების საშუალებით. ყურადღება უნდა მიაქციო მხოლოდ დადებითს. უარყოფით თუ როგორც კი ყურადღებას მიაქცე უარყოფით, იმ წამსვე გადის შენგან ძალიან დიდი ენერგიები. მაგრამ აი ყურადღებას თუ მიაქცევ ღვთაებრივს, კეთილს, სიწმინდეს, შენ პირიქით ენერგიით აივსები. და ენერგიით რო აივსები, აი იმ მდგომარეობას რაღაცა ვერ იტევ ამ დადებით ენერგიას, აი ესაა მე რო სიხარულს, ნეტარებას, ბედნიერებას იწვევს და შენ ხარ ძალიან ძლიერი. მაგრამ თუ შენ ყოველთვის ნეგატიურს აქცევ ყურადღებას, ამ ყურადღების საშუალებით შენგან ძალიან დიდი ენერგია გადის. და კაი, ვთქვათ, განიკითხე ის ადამიანი და დაასკვენი, რომ შენზე კარგი არავინ არა ამ ქვეყანაზე და ადამიანი როგორც წესი თავის უარეს ეძებს. ანუ აი ის ესეთია, მაგრამ მე ხო კარგი ვარ სანაცვლოდ და ვთქვათ, აი ესე ხო მორჩება სხვის განკითხვას და კმაყოფილებას მოიპოვებ, რომ აი მე ის კი ცუდია, მაგრამ მე ხო ვარ კარგი და ახლა რომ მოუტრიალდები შენ ცხოვრებას უყერ რჩები ენერგიის გარეშე. ამიტომ პრაქტიკულად უნდა, ესე იგი, თუ ღმერთს არ დაუჯერებს ადამიანი, თუ სიკეთის კანონებს არ დაიჯერებს, თუ პატიოსნებას არ დაიჯერებს, პრაქტიკულად მაინც უნდა იაზროვნოს, რომ ენერგია არ დაკარგოს რაღაცა ცუდში. იმიტომ რომ იმ სხვისი განკითხვით იმას არაფერს არ არგებ. მაგალითად, მე რომ შენ განგიკითხო, ხო? ეს ბოროტი გულით ვაკეთებ ახლა ამას. მე და შენ არაფრით არ მიიღებ ჩემს ბრჭყალებში გულშემატკივრობას. იმიტომ რომ შენ მიხვდები, რომ მე ცბიერი ვარ. მე ფარისეველი ვარ და მე სინამდვილეში შენი ცოდვები კი არ მაწუხებს. მე საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ის მინდა, ასე ვთქვათ, გამოუკვებო ჩემი თავი, რომ მე ვარ შენზე კარგი. და ამას გრძნობს ყველა ადამიანი და პირიქით უფრო გაღიზიანდები.
და აი ეს როცა მე გულშემატკივრობ შენ, მაგრამ ასე ხო არ არის, ხო ხანდახან ხო მოიძულებენ ადამიანებს და ომებამდე და ყველობებამდე მიდიან. და ეს არის და კაცობრიობის ისტორია ეს არის, ბიბლია ამას გვიყვება, რომ ზოგი ადამიანი მიდის ღმერთისაკენ, ზოგი ადამიანი მიდის ესე იგი ყველანაირი ბოროტებისაკენ და როგორია ან ერთის ცხოვრება, ან მეორის ცხოვრება, ესეც ჩანს კაცობრიობის ისტორიაშიც და ბიბლიაშიც. უბრალოდ ადამიანმა გონიერი თვალით უნდა შეხედოს ამას და თავისი ენერგიები ტყუილად არ უნდა დახარჯოს. შენ თუ ხარ ენერგიული და ძველ ქართულად რო ვთქვათ მადლიანი ადამიანი, შენ ყველაფერზე გეყოფა შენი ძალა და ენერგია, იმიტომ რომ ღმერთი ზუსტად იმდენ იმაზე მეტ ენერგიას გაძლევს, ვიდრე შენ გჭირდება ის ყოველდღიურად და ღმერთი მუდმივად გავსებს შენ ამ ენერგიით, მუდმივად გავსებს. ჩიტი რომ გალობს, მზე რო ამოდის, ჰაერს რომ ჩაისუნთქავ, ამით ყველაფერი ენერგია შემოდის ადამიანში, მაგრამ ადამიანი შეიძლება ცოდვაში მყოფი ადამიანი შეიძლება ძირგავარდნილ ჭურჭელს შევადაროთ, რამდენიც არ უნდა ჩაასხა შიგნით სითხე ან თქვათ ენერგია, ის ყველა გავა და ტყუილია, ყოველთვის ცარიელი იქნება და ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა, მაგალითად აი მე ისე ძალიან მტკივნეულად მახსოვს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ ვნახე ერთი ადამიანი და მან ესეთი რამე მითხრა, რომ ყველაფერი გამოვცადეო, ყველაფერში წარმატებული ვიყავიო, ყველაფერს მივაღწია ამ ქვეყნიურათო, მაგრამ შინაგანათო სიცარიელე მაქვს, სიცარიელეო. აი ეს არის ის საშინელი სიცარიელე, ჩვენ უნდა დავანგროვოთ ენერგია ღვთისა, ჩვენ უნდა დავანგროვოთ მადლი ღვთისა და ამიტომ პრაქტიკულად უნდა ვიაზროვნოთ, რომ ჩვენ ტყუილად წყალში არ გადავყაროთ ჩვენი ნაშრომი. ხელფასის მაგალითი მოვიტანე, მაგრამ შენ რომ ლოცულობ, შენ რომ მარხულობ, შენ რომ სიკეთეს აკეთებ, ნებისმიერი ადამიანი აკეთებს სიკეთეს, უმცირესი დოზით მაინც, რაც არ უნდა უკეთური იყოს ის. აი ადამიანს რო კეთილად მიესალმები, ესეც დიდი სიკეთეა. და ეს ძალიან დიდი სიკეთეა. და აგროვებ ამ მადლს და შენ უნდა დააგროვო ეს მადლი და იყოს სავსე, საღვთო მადლით. რომელსაც შენ საჭიროების მიხედვით გასცემ მოწყალების სახით, მოწყალება მარტო ფული კი არ არის, არამედ ნებისმიერი სიკეთის კეთება და შენ თუ გასცემ სიკეთით, შენ დაგიბრუნდება 10 იმდენი და ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანი იზრდება და ძალიან დიდი ხდება და აი ისტორიაშიც ხო იყო მაგალითად ადამიანებს უწოდებდნენ მაკარი დიდი, ბასილი დიდი და ესე. და მაშინ როდესაც სხვებს განვიკითხავთ, ანუ ალბათ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ის ცოდები, რომელზეც თქვათ ჩვენ ვამახვილებთ იმ წუთას ყურადღებას და სხვის თვალში ბეწვის მოძებნას ვაპირებთ, ხო საკუთარ ცოდებს თუ დაუფიქრდებით, ალბათ უკეთესი იქნება და გარდა ამისა, როდესაც სხვებს ვუთითებთ, რომ როგორ უნდა მოიქცეს და ეს რანაირად ჩაიდინათ და ასე შემდეგ, ალბათ ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ არავინ არ იცის თუ ხვანდელი დღე როგორი გათენდება და მსგავსი ცოდვა შეიძლება იგივე ჩავიდინო, ვთქვათ და მეც აღმოჩნდე სწორედ იმ ორმოში, რომელშიც ის ადამიანი იმყოფება ამ წუთას და შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში ხდება ისეთი რა. რომ გამოსცადო შენ თვითონ როგორი ძნელია ის ლოდი გაწვეს თავზე, რომელიც იმ ადამიანს აწევს, რომ ის ადამიანი შეიძლება მძიმე ცოდვაშია, მაგრამ ის ცდილობს აქედან თავის დაღწევას და შენ თუ მას განიკითხავ, შენ კიდე მასზე ზეწოლას ახდენ და ამიტომ ამბობს უფალი, რომ ილოცეთო ერთმანეთისთვის და ეხმარებოთო ერთმანეთსო, იმიტომ რომ შენი დანახვა ადამიანს შვებას უნდა გვრიდეს, შვებას. ისე როგორც მაგალითად სიხარულით სავსე ადამიანი ქუჩაში რომ დაინახო, აი რომელიც აფრქვევს ამ დიდ ენერგიას, სამოა ეს ცუდ განწყობაზეც რო იყო, რო შეხედავ, ვთქვათ, გაშეშტები და მე მქონია ესეთი შემთხვევები და როგორი ლამაზია ის, როგორი ენერგიულია, რო უყურებ, მისგან დიდი ენერგია გადმოდის შენზე. ისე როგორც ანთებული სანთლიდან დიდი ენერგია მოდის. რომ მას უყურებ, ესე იგი მოდის ეს ენერგია დადებითი და ასე და ახლა როგორ შეიძლება ადამიანის სანთელს შეადარო, ადამიანი უფრო მეტია, ადამიანის დანახვით შენ ღმერთს ხედავ ფაქტიურად. თუ ადამიანი ცოდვებისგან დაფარულია და ცოდვები ფაქტიურად არ მოქმედებს შენში, აი როდესაც გიხარია. ახლა წარმოვიდგინოთ, ჩვენ გვიხარია ხოლმე პერიოდულად.
ხანდახან. მაგრამ აი გავიხსენოთ ჩვენი დრო, როდესაც ჩვენს გულს ძალიან უხარია, აი ძალიან რო უხარია. ამ დროს ჩრდილიც კი არ არის იქ ცოდვისა და წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი, როდესაც ადამიანს უხარია, ფაქტიურად ღმერთს ხედავ. აი სიხარულით სავსე ადამიანს რო ხედავ, ღვთის მადლით სიხარულით სავსე ადამიანს რო ხედავ, შენ ღმერთს ხედავ ფაქტიურად და მასში სიხარულით სავსე ადამიანში ნაკლს ვერ მოძებნი, ცუდ თვისებასაც ვერ მოძებნი. ფიზიკურ ნაკლსაც ვერ უპოვი. ეს ანათებს და იმიტომ ხა მზე რო ანათებს იქ ვერაფერ ცუდს ვერ ხედავ შენ, იმიტომ რომ იქიდან მოდის ძალოც არის დიდი სიკეთე და აი ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს ადამიანს და ეხლა წარმოვიდგინოთ 8 მილიარდი ადამიანი ვართ. ყველა რო სიკეთეს ასხივებდეს, ეს დედამიწა რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 64. მაგრამ როგორც თქვით, 64 ამ ქვეყანაზევე უნდა დავიწყოთ. მოიპოვეთ სასუფეველი. და ყოველივე შეგეძინება ეს აუცილებლად სინანულით, ცხოვრების წესის შესვლით, ცუდის მოშორებით და კარგის დამკვიდრებით იწყება გადაწყვეტილებით და მეორე ღმერთი შეგვეძლება. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მურძანელისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.